სიუჟეტს შემოგთავაზებთ. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მარტყოფის ღვთაების მონასტერი მოილოცა. უძველესი ტაძრის ისტორიას გაეცნო, ასევე ჰქონდა ბედნიერება იქ მოღვაწე მამებს გასაუბრებოდნენ და გაეგოთ როგორია მონასტრული ცხოვრების ერთი დღე. ვნახოთ ნანა ბუაჩიძის მიერ მომზადებული სიუჟეტი. საქართველოში ყველა გზა ტაძართან მიდის, უთქვამთ ჩვენს წინაპრებს. ამიტომაც აუგიათ ყველა ბილიკისა თუ საცალფეხო გზის ბოლოს ამდენი ტაძარი. თბილისიდან აღმოსავლეთით 27 კილომეტრზე სოფელ მარტყოფის მახლობლად წალკოტივით ლამაზი, სიმწვანეში ჩაფლულ ადგილზე მართლაც რომ სულისთვის განსასვენებელი ოაზისია. მარტყოფის ღვთაების მონასტერი უძველესი ტაძარია. მე-6 საუკუნის პირველ ნახევარში აკრიანის მთებში დამკვიდრდა საქართველოში მოსული 13 ასურელი მამათაგან ერთ-ერთი, ღირსი მამა ანტონი. გადმოცემის თანახმად ამ ადგილს მე-6 საუკუნემდე აკრიანს, ანუ ქვიან ადგილს უწოდებდნენ. ასურელი მამები ჩამოვიდნენ მე-6 საუკუნეში იოანე ზედაზნელის წინამძღოლი და მაგას შორის იყო მამა ანტონიც. უკანასკნელი 15 წელიწადი რო გაატარა სვეტზე, ამიტომ დაერქვა მარტყოფილი და აქედან წამოვიდა სახელწოდება მარტყოფი. თან ჩამოეტანა ქრისტეს ხელთუქმნელი ხატი და ამიტომ თავად ტაძარს ღვთაების ტაძარი ქვია. სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ტაძრის, სამრეკლოს, საბერეებისა და სხვა ნაგებობებისგან შედგება. მონასტრის ტაძრები ღვთაების, ღვთისმშობლის წმინდა გიორგისა და მამა ანტონის სახელობისაა. მონასტერს საუკუნეების განმავლობაში მრავალი განსაცდელი გადაუტანია. განსაკუთრებით უძლებდა შაჰ-აბასისა და ლეკთა ხშირ თავდასხმებს. წმინდანის მადლი საუკუნეების განმავლობაში იცავდა და აძლიერებდა მონასტერს. წმინდა ანტონ მარტყოფელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უდაბნოს მნათობელ მზეს უწოდებს. წმინდანის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში ღვთაების ხელთუქმნელი ხატის ჩამობრძანება, რომელიც ჟამთასვლის დროს მონასტრიდან უკვალოდ გაუჩინარდა. მონასტრის მახლობლად მთის წვერზე ღირს მამა ანტონს სვეტი აუგია, სადაც განმარტოებით ცხოვრებას ეწეოდა. აქედან მოდის მისი ზეწოდება მარტოდ მყოფელი, ანუ მარტყოფელი. გზა წმინდა მამა ანტონის სვეტისკენ განვაგრძეთ. წინ ბერის საბა მიგვიწვება. მონასტრიდან ღირსი მამა ანტონის სვეტამდე ვიწრო ბილიკით მთის ფერდობს მივუყვებით. გზა დამღლელი აღმოჩნდა, თუმცა დანიშნულების ადგილზე მაინც ავედით. სვეტიდან ულამაზესი ხედი იშლება. ცამდიაზიდულ მთებში თვალწინ ღვთაების მონასტრის კომპლექსი იშლება. მამა ანტონოს წილად ხვდა ეს ადგილი. აკრიანის უდაბური მთა ეწოდება ამ ადგილას და აქ დასახლდა ქვევით ის მონასტერი რო არის ეგერ ჩვენი მონასტერი. აი იქ მოღვაწეობდა და როცა უკვე იქ მონასტერი დაარსა, მომრავლდა საძმო, დაუნიშნა ღირსეული იღუმენი ინდოინდელი, რომელიც ჰქონდა. მერე გადმოვიდა აქეთ საცხოვრებლად. ბოლო 14 წელი აქ ამ სვეტზე იყო. წმინდა მამა ანტონი გარდაცვალების შემდეგ მისმა მოძმეებმა ჩამოასვენეს და ღვთაების მონასტერში სამკვეთლოს მხარეს დაკრძალეს. საუკუნეების განმავლობაში მისი საფლავი და წმინდა ნაწილები სასწაულს აღასრულებდნენ. მის წმინდა ძალას მხოლოდ ის ადამიანები ეზიარებიან, ვინც ჭეშმარიტი სარწმუნოებით და ქრისტიანული სულით აღსავსე მოდიან შეწევნის საძიებლად. მამა ანტონიზე ნათქვამია, რომ ესე იგი აქ განმარტოებით ცხოვრებითო უფრო მეტი გააკეთო, ვიდრე მთელი მსოფლიო მოევლო ქალაქებითო. იმიტომ რომ მასთან მისთვის ბევრი იკუნებოდა და ახლაც მიწმენით მიდის, მე აქ 20 წელიწადი ვარ და ხედავ რომ ბევრი იკუნება და მეც მეხმარება ღირსი მამა ანტონი. 1993 წლიდან მარტყოფის მონასტერი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის დროებით რეზიდენციად იქცა და დღევანდელი ეპარქიის სამღვდელოებამ მოღვაწეობა აქ განაგრძო. არქიმანდრიტი ბენიამინი უკვე მრავალი წელია მონასტრის წინამძღვარია და სავანის თანამედროვე ყოფა მის მოღვაწეობასთანაა დაკავშირებული. იგი საძირკველი მონასტრული ცხოვრებისა და დაყარებულია მორჩილებას. აქ არის ლოცვა, მარხვა, შრომა. და ეს მორჩილება რატომ ასაჭიროა? იმიტომ რომ ჩვენი სწავლებით ქრისტიანული ადამიანდება რო დაეცა, იმის შემდეგ ყველა ადამიანის გული მიდრეკილია ცოდვისაკენ, ყველაში ამპარტავნება, ეგოიზმი და მორჩილება კიდე რა არის? ასაც გეტყვიან იმას აკეთებს, ხან შეშაჯი ხავ, ხან საჭმელს აკეთებ. ხან ესე იგი ბარავ და ამით რას აკეთებ? ესე იგი მორჩილებით, ესე იგი ემსახურებით ძმებს. ესე იგი ეს მორჩილება გასავლის, რომ იცხოვრო სიყვარულით. და ლოცვა დამახვა კიდე რატომ ასაჯირო? რო ადამიანი გახდეს
ლოცვით, მარხვით, მორჩილებით სულიწმინდი ჭურჭელი და ამასე შემიტი პირობა იმისათვის რომ გამარტოვდე ღმერთთან. დღეს მონასტერში 30 სასულიერო პირი მოღვაწეობს, ცხოვრობენ მონასტრული ცხოვრებით. აქვთ საკუთარი მცირე მეურნეობა, პურის ყანები, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში შვილივით უვლიდნენ, წელს კი მისგან პირველ მოსავალს ელოდებიან. მონასტერში მამები ხეზე კვეთას, ქვაზე მუშაობასა და სხვადასხვა ხელსაქმეს ეუფლებიან. მონასტერს ხშირად სტუმრობენ დედაქალაქიდან და სხვადასხვა კუთხიდან ლოცვა კურთხევის მისაღებად. დღეს აქ 40-მდე საერო პირი მონასტრულ ცხოვრებას ეწევა და დღეებს მშვიდ გარემოში მორჩილებასა და ლოცვაში ატარებს. მე პირადად 56 ვარ, ათეისტური წყობა გავიარეთ, რომ ქართულ ხალხში არ დაკარგულა რწმენა და მიხარია ეს, რომ ბევრი ხალხი მოდის მონასტერში გადამუდმივი წევრებისა. ხანდახან 3 დღეზე მეცვერ ვაჩერებ, რომ სხვები მივიღო. ასეთი იყო ამ ულამაზეს გარემოში გატარებული ერთი დღე. სიტყვებით და თუნდაც ამ კადრებით მამების მონასტრული ცხოვრების გადმოცემა სრულყოფილად ალბათ შეუძლებელია. ჩვენ ვემშვიდობებით მამათა მონასტერს იმ იმედით, რომ სულიერ სავანეში კიდევ დავბრუნდებით.